მოგესალმებით, მე ვარ მედია ბუთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი და ვაგრძელებ ჩემს ვიდეო ლექციას, რომელიც შეეხება საჯარო რეესტრს, მის არსს და დანიშნულებას, ასევე საჯარო რეესტრთან დაკავშირებულ სამართლებრივი ურთიერთობების მიმოხილვას. დღეს მინდა თქვენი ყურადღება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო, ეს არის საჯარო რეესტრის მომსახურების ვადები, თუ რა ვადაში უნდა განახორციელოს საჯარო რეესტრმა ისეთივე სამართლებრივი ქმედება და რა საფასურია დაწესებული ამ მომსახურებისთვის. ასევე მოგეხსენებათ, რომ საჯარო რეესტრს დაჩქარებული წესის მომსახურებაც აქვს და შესაბამისად დღეს ვისაუბრებ საჯარო რეესტრის დაჩქარებული მომსახურების ვადებზე და საფასურზე. და ასევე ბოლო საკითხი იქნება მომსახურების საფასურისგან განთავისუფლების შემთხვევები. დავიწყოთ თუ როგორ განმარტავს კანონი ვადებს და საფასურს. ეს არის პირის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც შეიძლება გადახდილი იქნას როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. რაც შეეხება რეესტრის მომსახურების ვადას, უფრო კონკრეტულად კი ვადის ათვლის დასაწყისს, საჯარო რეესტრის მიერ განსახორციელებელი სარეგისტრაციო თუ ნებისმიერი განცხადების განხილვის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმიან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. თუმცა ეს ზოგადი წესი არ ვრცელდება დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე. პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ საქართველოს კანონმდებლობა საჯარო სამსახურის მომსახურების ვადებზე და საფასურზე. საქართველოს 2012 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება ნომერი 509, რომელთაც განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასურის ახალი განაკვეთები, გადახდის წესი და მომსახურების ვადები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37 მუხლის თანახმად ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმის და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა. ამავე კოდექსის 38 მუხლი საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს. კერძოდ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასურის საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის, გარდა ასლის გადაღებისთვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ცალსახად კრძალავს საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საფასურის მოთხოვნას, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ნებისმიერი ამონაწერის მომზადებაში სააგენტო ათვლარს ითხოვს. საქმე იმაშია, რომ საჯარო რეესტრი, როდესაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის საფასურს გთხოვს, იცავს სპეციალური კანონის მოთხოვნებს. კანონი იძლევა საშუალებას, რომ საჯარო დაწესებულებამ, ჩვენ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ, საფასური გადაგვახდენოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის. რაც შეეხება კანონთა იერარქიულ სისტემას, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის წესის შესახებ კანონი არის ერთსაფეხურზე მდგომი საკანონმდებლო აქტი, შესაბამისად წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება სამართლებრივი ურთიერთობის უფრო სპეციალური და კონკრეტული მარეგულირებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, როდესაც საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საფასურს გთხოვს, იცავს სპეციალური კანონის მოთხოვნებს. დავუბრუნდეთ საჯარო რეესტრის მომსახურების ვადებს და საფასურს, მანამდე კი მინდა გაგახსენოთ საჯარო რეესტრის ძირითადი ფუნქციები. პირველი და ვფიქრობთ უმთავრესი მაინც მარეგისტრებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაციის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების საჯაროობა არის, გამოც საჯარო რეესტრი პირის შესაბამისი განცხადების საფუძველზე გასცემს ამონაწერს. ასევე საჯარო რეესტრი ახორციელებს სხვადასხვა უფლებების რეგისტრაციას. ესენია საკუთრება, აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, იპოთეკა, ქირავნობა, ქვექირავნობა,
იჯარა, ქვეიჯარა, თხოვება, ლიზინგი, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრი, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვებას. რაც შეეხება მოძრავ ნივთს, საჯარო რეესტრი ახორციელებს მოძრავ ნივთს გირავნებებს, ლიზინგს, საბანკო გარანტიას და საჯარო რეესტრი ასევე არეგისტრებს ნივთს და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის უფლების განკარგვის შეზღუდვის და აკრძალვის, ასევე ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემებს. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ რეგისტრაციის ვადებზე და საფასურზე. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები. უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია საჯარო რეესტრი ახორციელებს 4 სამუშაო დღის ვადაში და ღირებულებას შეადგენს 50 ლარს. მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს 10 სამუშაო დღის ვადაში და მისი ღირებულება შეადგენს 300 ლარს. მოძრავ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია 3 სამუშაო დღის ვადაში ხორციელდება და შეადგენს 30 ლარს მისი ღირებულება. იპოთეკის მოწმობის გაცემა, მათში ცვლილების, მათზე ნებისმიერ სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია წარმოებს 3 სამუშაო დღის ვადაში და მისი ღირებულება შეადგენს 50 ლარს. ნივთს და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის, მათში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია საჯარო რეესტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს და მომსახურების ღირებულება შეადგენს 20 ლარს. სარეგისტრაციო წარდგენილ გარიგებებზე ხელმოწერის დასტურებლად დადასტურება ხორციელდება დაუყოვნებლივ და მისი ღირებულება შეადგენს 5 ლარს. საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისთვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები. უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციიდან ამონაწერის მომზადება 1 სამუშაო დღის ვადაში ხდება და ღირებულება შეადგენს 15 ლარს. მოძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრიდან ამონაწერის მომზადება 1 სამუშაო დღის ვადაში ხორციელდება და ამისი ღირებულებაც 15 ლარია. საკადასტრო გეგმის მომზადება საჯარო რეესტრი 2 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს და მისი ღირებულება 5 ლარს შეადგენს. საკადასტრო რუკის მომზადება კი 4 სამუშაო დღის ვადაში ხორციელდება და განსხვავდება ქაღალდზე შესრულებული ვერსიაში ადამიანი ერთ გვერდში 10 ლარს იხდის, ხოლო ელექტრონულ ვერსიაზე 1 ჰექტარზე იხდის 5 ლარს. ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება საჯარო რეესტრი 1 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს და მისი ღირებულება 7 ლარს შეადგენს და არქივში დაცული დოკუმენტების ასლის მომზადება 4 სამუშაო დღის ვადაში ხდება და ერთი გვერდი 50 თეთრს შეადგენს. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს არის საჯარო რეესტრის მომსახურება დაჩქარებული წესით და მისი საფასური. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული ვადების და საფასურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შემდეგი საფასური. უძრავ ნივთზე უფლების შეზღუდვის და ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია თუნდაც განხორციელდეს განცხადების შეტანის დღეს, მაშინ ამ განცხადებელმა უნდა გადაიხადოს 200 ლარი. 1 სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელდეს 150 ლარი დაგიჯდებათ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება განცხადების შეტანის დღესვე ხდება და შეიძლება დაგიჯდებათ 50 ლარი. მოძრავ ნივთზე უფლების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღეს ღირს 200 ლარი და 1 სამუშაო დღის ვადაში 150 ლარი. ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა და ხასიათების მომზადება განცხადების შეტანის დღეს ღირს 20 ლარი, ხოლო 1 სამუშაო დღის ვადაში ღირს 15 ლარი. წარდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა დოკუმენტაციის შემოტანის დღეს ღირს 10 ლარი.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ მონაწერის ელექტრონულად, ანუ ინტერნეტით მომზადება 15 მომზადების დროს 15 ლარის ნაცვლად და გადაიხდით 10 ლარს, ხოლო ამ მონაწერის დაჩქარებული წესით განცხადების შეტანის დღეს ასევე ინტერნეტით მომზადება ნაცვლად 50 ლარისა გადაიხდით 40 ლარს. უფრო დეტალურად თითოეული სამართლებრივი რქმედების განხორციელების საფასურის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მომსახურების საფასურისგან განთავისუფლების საკითხი, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ნომერ 509 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესითა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ დადგენილების მე-6 მუხლი, სადაც ჩამოთვლილია ის სამართლებრივი ქმედებები, რომელსაც ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო საფასურის გარეშე. ეს ქმედებებია უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია, თუ სააგენტო ამას განახორციელებს 4 სამუშაო დღის ვადაში. ასევე რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება, რომელსაც სააგენტო 1 სამუშაო დღის ვადაში განახორციელებს, ესეც მომსახურებისგან თავისუფლდება, მომსახურების გადასახადისგან თავისუფლება, ასევე რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და უფლების საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციაც 4 სამუშაო დღის განმავლობაში თუ განახორციელებთ, მაშინ ესეც უფასოდ აგიჯდებათ. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირ უსასყიდლოდ გადაცემის ფორმით პრივატიზაციების შედეგად წარმოშობილ საკუთრების უფლების რეგისტრაციაც, რომელიც ხორციელდება 4 სამუშაო დღის ვადაში, გათავისუფლებულია მომსახურების გადასახადისგან, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალებისას, ასევე სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას, ან ქმედუნაროდ აღიარებისას, ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელიც 1 სამუშაო დღის ვადაში ხორციელდება, ასევე განთავისუფლებულია მომსახურების საფასურისგან. მეწარმის და არასამეწარმეო, ანუ არაკომერციული იურიდიული პირის იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია, თუ ის რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე ხორციელდება მომსახურის საფასურისგან გადახდის განთავისუფლების შედეგად და საბანკო გარანტიების შეწყვეტის რეგისტრაციაც, რომელიც დაუყოვნებლივ ხორციელდება, ასეთ არც ამას სჭირდება მომსახურების საფასური. ასევე ამ მთავრობის 509 დადგენილებაში ჩამოთვლილია ის სამართლებრივი ქმედებები, რომელიც განხორციელებასაც საჯარო რეესტრი უფასოდ ახორციელებს. ეს დადგენილება ასევე ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც განცხადებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ განცხადებელმა განაცხადს შეტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება. ასევე საფასური გადახდილია განსაზღვრული განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონით გათვალისწინებულ განაკვეთს შორის. თუ საფასური გადახდილია საფასურის გადახდისგან განთავისუფლებული პირის მიერ, ან დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებასა და დაჩქარების გარეშე მომსახურების დადგენილ საფასურს შორის. განცხადების გადახდილი საფასური უკან დაუბრუნდება, თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომელიც გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას. საინტერესოა ასევე, თუ რა შემთხვევაში არ დაუბრუნება დაინტერესებულ პირს მის მიერ გადახდილი საფასური. გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნებელ დაინტერესებულ პირს, თუ სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტა, ასევე სარეგისტრაციო წარმოებაზე ან საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის თქმის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემების არსებობა. კანონი ასევე განსაზღვრავს საფასურის დაბრუნების ვადებს და პირობებს, რომლის დარღვევის შემთხვევაში გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება.
საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან, ათი სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. ამით დღევანდელი ვიდეო ლექცია დასრულებულია. 4-ვე ვიდეო ლექციის დახმარებით თქვენ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ საჯარო რეესტრის შექმნის განვითარების ისტორია. ასევე მოისმინეთ მისი ფუნქციების, უფლება-მოვალეობების ჩამონათვალი, განცხადების შეტანის პირობები და ვადები, სააგენტოს გადაწყვეტილება, განცხადების მიღების და განცხადებაზე უარის თქმის შემთხვევები, ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და პირობები, მომსახურების ვადები და საფასური. ამ ინფორმაციის დახმარებით თქვენ შეძლებთ საჯარო რეესტრში ნებისმიერ სამართლებრივი ქმედება დროულად და ვადების დარღვევის გარეშე განახორციელოთ. ჩემი ვიდეო ლექციის მიზანი თხოვს სწორედ ეს იყო, ამიტომ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, ნახვამდის.